უმუშევრობა საქართველოში დღემდე ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დროებამ ამ საკითხზე თქვენი ყურადღება არაერთხელ შეაჩერა. ჩვენ დასაქმების პრობლემის გადაჭრის უცხოურ მაგალითებზეც ვისაუბრეთ. საზღვარგარეთ ძირითადი აქცენტი უმუშევართა პროფესიულ გადამზადებაზე კეთდება. ამჯერად ჩვენმა კორესპონდენტმა დაჩი გრძელიშვილმა და ოპერატორმა ალეკო გოგილაშვილმა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტები მოიარეს. იქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ნებისმიერი პროფესიის ათვისება შეუძლია. ხარჯს სახელმწიფო ფარავს. მოსახლეობა კი ახალ ხელობას არსებული ვაკანსიების მიხედვით ირჩევს. ამ პროექტის ფარგლებში გერმანელები ბუნებას უახლოვდებიან. ბიოსოფლებში ბიოფერმებს და ბიობაღებს ქმნიან. იქ ბავშვებს ბიოგარემოში და ბიოღუმელთან ფლორისა და ფაუნის მოვლა გაფრთხილებას ასწავლიან. სტუდენტებს კი ბიოპროდუქტის წარმოებას. სახალხო განათლების მიღება შეუძლია ყველას, გერმანელსა თუ ემიგრანტს. გერმანელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და პოტენციურ ემიგრანტებს სახლში ჩამოგვაკითხეს. ჯავახეთში სახალხო განათლების ცენტრი გახსნეს და სხვადასხვა ხელობასთან ერთად ეთნიკურ არაქართველებს ქართულიც ასწავლეს. თურქები, ქურთები, ჩეჩნები, სირიელები, რუსები, მოკლედ ის ხალხი, ვინც თავის სამშობლოში ერთმანეთს დაუნდობლად ებრძვის, გერმანიაში ცოდნას მშვიდობიან და მეგობრულ გარემოში ეწაფება. ბონის სახალხო უნივერსიტეტში ამჯერად გერმანული ენის ლექციაა. აქრამი გერმანიაში უკვე მე-10 წელია ცხოვრობს. სასაუბრო ენა კარგად იცის, მაგრამ ნორმალური სამსახურისთვის ეს არ კმარა. გერმანულად თავისუფლად ვლაპარაკობ, მაგრამ გრამატიკაში მაქვს პრობლემები და კარგად უნდა ვისწავლო, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდეს. უცხოელებს გერმანულს ასწავლიან, გერმანელებს კი სხვადასხვა ხელობას. საფასურის დიდ ნაწილს გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი ანაზღაურებს. ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს, კოსმონავტიკისა და ატომური ენერგეტიკის გარდა. სახალხო უნივერსიტეტში მოთხოვნილება უფრო მარტივ ხელობაზეა. ვინც თავისი ცოდნით და პროფესიით სამსახურს ვერ შეუძლებს, მთავრობა ძვლის გაუმჯობესებაში ან ახლის ათვისებაში ეხმარება და არა მხოლოდ. ბატონი გრაბე მსმენელთა სულიერი განწყობის კოორდინატორია. თუ რომელიმე მოსწავლე სამსახურში, ოჯახში ან თუნდაც ბანკში პრობლემები აქვს, გრაბე მათ მოგვარებაში ეხმარება. დეპრესიითა და პრობლემებით დატვირთული ადამიანი პროფესიას სრულფასოვნად ვერ დაეუფლება. სწავლის ორგანიზებასთან ერთად ჩემი მოვალეობა ამ პრობლემებში გარკვევა და შეძლების დაგვარად მათი მოგვარებაც არის. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად გერმანელებს ბუნებასთან გაუცხოების პრობლემები დაემატათ. ყოველდღიურ საზრუნავში გართულ ევროპელებს თანდათან ავიწყდება, როგორ გამოიყურება ხოჭო, ან რით იკვებება ბატი. ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება და გერმანელებმა სოფელს მიაკითხეს. ხსნასრულთა განათლების ასოციაციასთან ერთად ფერმერებმა სოფლებში ეკოლოგიურად სუფთა ბიომეურნეობები შექმნეს. ბონის მახლობლად მდებარე ლესენის სოფელი გერმანიაში ჰქვია, თორემ საქართველოში ჩვენში დარჩეს და ვაკესაც სჯობია. თბილისის მერიის სიამაყე გიგანტური მტვერსასრუტი გერმანული სოფლის ორღობეებს დილას აღამოს ასუფთავებს. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ეს ერთი პატარა გერმანული სოფლის ორღობია. აქ სოფლელი გერმანელები ცხოვრობენ. სოფლელი გერმანელები ქალაქელ გერმანელებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ასწავლიან. ლესენიხის სავიზიტო ბარათი ეკობატია, ანუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაზრდილი ბატი. მოასფალტებული და დაწკრიალებული სოფლის შარაგზის მიღმა შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ბატების ბედნიერი და ეკოლოგიური ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მაგრამ როგორც წარწერა გვამცნობს, ბატებს საახალწლოდ მცირე უსიამოვნება ელით, როგორც ეკოლოგიურ პროდუქტს კილოს 15 ევროდ გაყიდიან. მიფიქრეთ, გერმანულ ბოსტონში თოხს გერმანელი გლეხის გოგო ებრძოდა, მაგრამ ასტრიდი ბერლინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი აღმოჩნდა. ბაუმგარტის ბიომეურნეობაში რამდენიმე ასეთი სტაჟიორია. ქოხში რომ ეცხოვრა და ღორებისთვის მოევლო, ანიტას ბონის უნივერსიტეტში დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ბიომეურნეობაში მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტებს აგზავნიან. ეს ღორების სადილია, საგანგებო რეცეპტით ვამზადებთ. ფერმაში ბევრ ისეთ რამეს ვსწავლობ ცხოვრებაში, რომ გამომადგება. ეს პირველ რიგში შრომის ფასია. ბაუმგარტების ბიოფერმაში გულნავიწყი ქალაქელებისთვის საგანგებო სტენდიც დადგეს. ჭიანჭველების, ხოჭოებისა და ჭრიჭინების გარეგნობის გახსენება აქ სულ რაღაც 50 ევროდ შეიძლება. დანარჩენ თანხას დასრულთა განათლების ასოციაცია დაფარავს. გერმანულ სოფელში ტალახი სპეციალურია. გერმანელებს ტალახის მნიშვნელობა და არსებობა რომ არ დაავიწყდეთ. ლესენიხის კიდევ ერთი თავისებურება ცხენების პანსიონატია. ვისაც დაბერებული ან ავადმყოფი ცხენის შენახვა არ სურს, ერთგული პირუტყვი შეუძლია პანსიონში ჩააბაროს.
აქ ცხენები ერთ ოჯახად უზრუნველად ცხოვრობენ. ბედნიერი სიბერი აქვს და პატრონებიც უფრო მშვიდად არიან. ცხენის მადლიერებით ახსავსე გამოხედვით თუ იმსჯელებთ, პატრონებს მართლაც მშვიდად შეუძლიათ იყვნენ. კიდევ უფრო მშვიდად კი ეკობაღში მიმარებული ბავშვების მშობლები არიან. გერმანელი ბავშვები ყველაფერს ბავშვებიდან სწავლობენ. მათ შორის ქუჩაში ავტომობილის დაყენების კულტურასაც. ასეთ ბაღში სწავლა ბევრ თბილისელ მძღოლსაც არ აწყენდა. ბუნების შესაძლებლად მხოლოდ ღორის ხორცის დაგემოვნება არ კმაყოფილებს. ბავშვმა უნდა იცოდეს თუ როგორ გამოიყურება ღორი. სანამ სიმპათიური ბიობურვაკი გერმანელ ბავშვებს სანდომიანად უღიმის, მასწავლებლებს დანარჩენები გრძნობათა ბაღში მიხავთ. ბუნებასთან ურთიერთობით მის გაფრთხილებასაც ეჩვევიან. ძიმე სამუშაო დღის შემდეგ პურიც გემრიელად იჭმევა. ჩვენ და გასაოცრად საბავშვო ბაღის განსაკუთრებულ მიღწევად ბაუმგარტები ეკოგათბობას მიიჩნევენ. ჩვენებურად რომ შეშის ღუმელი ჰქვია. ეს ჩვენი უდიდესი მიღწევაა. ბავშვებისთვის ეკოგათბობის ოთახი გვაქვს მოწყობილი. როდესაც გარეთ ცივა, წვიმს ან თოვლია, პატარებს შეუძლიათ ეკოლოგიურად უსაფრთხო და თბილ გარემოში ითამაშონ. გერმანელებისგან განსხვავებით ქართულ ბავშვებს ასეთი გათბობა საკმარისზე მეტად აქვს ნანახი, რაც თავისთავად ქართული ეკონომიკის კიდევ ერთ წინსვლაზე მიუთითებს. ალბათ თბილისის სკოლებში ცენტრალური გათბობაც იმიზნით დაგვიანდა, რომ მოსწავლეები ეკოღუმელებით გამთბარიყვნენ. უვე გარტენშლეგერმა უკვე 4 პროფესია გამოიცვალა. ამბობს, რომ ცხოვრების ტემპი ადამიანებს მუდმივი ცვლილებებისკენ უბიზგებს და ამისთვის სახელმწიფოც ყველანაირად მზად უნდა იყოს. უმშევრისთვის მხოლოდ შემწეობის დანიშვნით პრობლემა არ იხსნება. მას პირველ რიგში ახალი ცხოვრების დაწყებაში უნდა დაეხმარა. Он должен постоянно усовершенствоваться. Он должен несколько раз в жизни изменить свои профессии. Я сам в своей жизни, например, уже 4 разных профессий выполнял. И нужен человеком центры, которые предлагают ему вот эти услуги. ბოლო წლებში გერმანია საკუთართან ერთად განვითარებადი ქვეყნებიდან ჩასულ ხალხზე ზრუნვაც დაემატა და ზრდასრულთა განათლების ასოციაციამ გადაწყვიტა პოტენციური ემიგრანტებისთვის მათსავე სამშობლოში მიეხედა. საქართველოში ხელისუფლება დასაქმებაზე მეტ მნიშვნელობას ქველმოქმედებას ანიჭებს. უფასო სასადილოებისა და ღარიბებისთვის გაცემულ შემწეობისგან განსხვავებით, გერმანელმა ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობაზე სტატისტიკას ვერ მიაგნეს. От этого агентства получить реальные цифры о состоянии рынка труда. Это было бы очень ценно, чтобы знать, что давайте не подготовьте не электриков, а поваров, или сварщиков, или сантехников. Ну, пока по различным причинам у них такие надежные данные, по-моему, нет. ქართულ ფილიალთან ერთად საცდელი პროექტი მაინც ამუშავდა. მონთან ახალციხის უპირატესობა ერთი შეხედვითვე შეინიშნება. აქ იმაზე მეტი ეკოლოგიური ღუმელია, ვიდრე მთელ გერმანიაში. დასავლელ მეგობრები საქართველოს უმუშევრობაშიც გადამწყვეტი უპირატესობით სჭაბნის. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მესხეთშია და პირველი სახალხო სკოლებიც აქ გაიხსნა. ზრდასრულთა ცენტრი ახალქალაქში სულ 3 თვეა მუშაობს, მაგრამ კურსებზე უკვე 200-ზე მეტი მსმენელია. ორიამდენიც თავის რიგს ელოდება. განსაკუთრებული მოთხოვნილება კომპიუტერის სწავლაზეა. ასაკის და ეროვნებაც მრავალფეროვანია. მანუელ საათელიანმა ერთჩვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ კომპიუტერის გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და კურსებზეც ჩაეწერა. Без компьютера жизнь уже продолжать невозможно. Это жизненно важный элемент для человека. ბევრმა კომპიუტერი პირველად ცენტრში ნახა, მაგრამ 3 თვის სწავლების შემდეგ საბუღალტრო პროგრამებშიც გაერკვნენ და ინტერნეტში დაკარგვისაც აღარ ეშინიათ. გერმანული მეთოდი საქართველოში ქართული თავისებურების გათვალისწინებით დაინერგა. ეკოღუმელის ნაცვლად ქართული ცენტრები თავს ცენტრალური გათბობით იწონებენ. აქ არც ხოჭოსა და ბატის გარეგნობის გახსენება სჭირდება ვინმეს. კეთილმოწყობილ ცენტრში უფასოდ ჭრაკერვის ათვისებაც შეიძლება, იურიდიული კონსულტაციის მიღებაც, ქართული სწავლაც და კვალიფიკაციის ამაღლებაც. Есть и профессиональный грузинский язык, то есть, скажем, юристы, которые закончили в Армении, они могут получить профессиональное образование по юридическим терминологиям или же по экономическим. И вот именно это и делает наши курсы привлекательными. ყავა, ჩაი და საკონდიტრო ნაწარმი თბილისიდან ჩამოსულ ექსპერტებთან დებატებს და საქართველოს მომავალზე მსჯელობას უფრო ხალისიანს ხდის. Это пройдет 10 лет, 15 лет, это будет проблемой Грузии. Поэтому нам надо сейчас эти ступени проходить, и мы больше вылезем. მეორე საცდელი ცენტრი ზრდასრულთა განათლების ასოციაციამ ახალციხეში გახსნა. სტამჯერად უფრო წარმატებული აღმოჩნდა. 600 მსმენელი გერმანიისა და ევროკავშირის ხარჯით 10-მდე ხელობას დაეუფლება. ვისაც ბუღალტერისა და მენეჯმენტის ნერვები არ აქვს, დურგლობას სწავლობს.
ახალციხელები გერმანული ხელსაწყობით ხეში შედევრებს კვეთენ. გობელენს მესხური ორნამენტებით ქსოვენ და ოქრომჭედლობასაც სწავლობენ. შედევრების შექმნა სხვა ნებისმიერი მასალითაც შეიძლება. ფანტაზიის კურსებზე 20-მდე გოგონა დადის. ეს გაკეთებული არის ცელოფნისგან, ჩვეულებრივი პარკის ცელოფნის პარკები რო იყიდება, ის არის დაჭრილი წვრილად და ფერების შეხამებით გავაკეთეთ ესეთი სერვიზი თავისი დასადგმელით. სადილე ალბათ ხინკალი. ანაიდა და ოლგა ქართულ დიდი შემართებით სწავლობენ. წიგნები მათთვის დასულთა განათლების ქართულმა ასოციაციამ საგანგებოდ შეიმუშავა. მიაჩნიათ, რომ გერმანიის მსგავსად სამსახურეობრივი წარმატებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოშიც აუცილებელია. მოსწავლეებს მთავარი უკვე ასწავლეს. ამენი მასწავლებელი არიან არის ძალიან კარგია და კეთილი. არის კარგად ვასწავლე. გერმანიის სახელმწიფოს ხარჯზე თავისა და ოჯახის სარჩენად გამოსადეგ ახალ პროფესიას ახალ ქალაქსა და ახალ ციხეში წელს სულ 3000-მდე მსმენელი დაეუფლება. როგორც ასოციაციის საქართველოს ფილიალის დირექტორი ამბობს, სახალხო განათლების ცენტრები 2008 წლამდე დაფინანსდება. დაინტერესება აშკარად არის, იმიტომ რომ არა მარტო ახალციხეში, მთლიან საქართველოს ახალი მოვლენა არის გარკვეულწილად. ახალციხემ შეუძლია იამაყოს იმ გაგებით, რომ ასეთი ცენტრი საქართველოს მარტო ახალქალაქში არის და აქ არის. შემდეგ კი არჩევანი ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. საკუთარ მოქალაქეებს მხოლოდ უფასო სასადილოების გაუხსნის და უპოვართა შემწეობას დაუნიშნავს თუ ისეთ პროფესიასაც ასწავლის, სახელმწიფოსთვის ხელებში ყურება რომ აღარავის დასჭირა. ეგვიპტე.